ესენი პრინციპში გავასწორე, ხო? ხო, პრინციპში გასწორებულია. კაი, ხალხი არ შემოდის. მოდი წავიკითხო პირდაპირ და მე უცებ დავამთავრებ, რა. მაგრამ მე ეს კაი, მოკლედ. როგორ მუშაობს მატრიცის სიმულაცია რეალობაში? ჩანაწერი იქნება YouTube-ზე. როგორ მუშაობს მატრიცის სიმულაცია რეალობაში? მე ვნახე ვიდეო, სადაც აღწერილი იყო, თუ რა მოხდებოდა, თუ კი გზებზე საქონლის გადამზიდავი ყველა სატვირთო მანქანა მოულოდნელად გაქრებოდა. სცენარის მიხედვით მყისიერი კოლაფსი მოხდებოდა. რამდენიმე დღეში სუპერმარკეტები დაცარიელდებოდა. მერე დაიწყებოდა დეფიციტი და შემდეგ მასობრივი შიმშილი იქნებოდა. ეს რეალური სამყაროსთვის რა თქმა უნდა რომ ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ ამ სიმულაციაში გეტყვით ამ სიმულაციაში როგორ მუშაობს სინამდვილეში ყველაფერი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მოითმინეთ. ახლა ჩვენ ვისაუბრებთ მაღაზიაში ან ქარხანა საწარმოში შემსვლელი დამკვირვებლის თვალთახედვის პოზიციიდან. ანუ ეხლა ნახე, ეხლა მე რასაც ვიტყვი, კარგად დაუკვირდით. ეხლა ამ ჩანაწერს დავდებ YouTube-ზე. ეს არ არის რაღაცა, რეპს, ნახეთ, მოლარე ოპერატორებთან დაკავშირებით, სანამართლებას გავაგრძელებ, მაღაზიებში მოლარე ოპერატორებთან დაკავშირებით, პროგრამაში, ჩვენი ქვეყნის პროგრამაში არის ძალიან დიდი ხარვეზი. ანუ ეხლა რა არის? ამაზე ცალკე ვიდეო გადავწყვიტე, რომ ჩავწერო, მე YouTube-ზე დავდებ, ცალკე ჩავწერ და რა თემას ვეხები მე. მაგათად პრობლემა არის რაღაცა, ანუ ნახეთ როგორ არის გაკეთებული ეს იმის რა ქვია, ეს ქსელური მარკეტების შიდა მენეჯმენტი თუ პროგრამული უზრუნველყოფა თუ მაგათ წესრიგი, შიდა წესრიგი როგორ არის ეს შექმნილი. ანუ შედიხარ მაღაზიაში, ხედავ მარტო მოლარე ოპერატორს რა, რომლებიც ალაგებენ იქ რა, ყველაფერს აკეთებენ, რაც იქ არის გასაკეთებელი. მენეჯერი თითქმის არავინ არ არის იქ. მენეჯერიც თუ არის ვინმე, ისიც იყო მოლარე ოპერატორი იყო, რაღაცა 2 თვის წინ და უბრალოდ დაარქვეს მენეჯერი. ანუ პრობლემა, როდესაც არის რაღაცა, სულ რაღაცა რო არის პრობლემა, მომხმარებელს რაღაცა უნდა რომ ეს ესე იყოს. რაღაცას გეუბნება რა. კი არ გეჩხუბება რომ ეს ესე იყოს ჯობია. ანუ გეუბნება ადამიანს, ეს ჩვენ არ გვეხებაო. იმ დღეს ვეუბნები, გოგოს ვეუბნები. ანუ პრეტენზიებს კი არ გიყევ, მე ვამბობ რომ ანუ ცოცხალი ადამიანი აქვს, სხვა არავინ არ არის. აბა ვის უნდა უთხრა? ხდებით? ვის უნდა უთხრა? ანუ ადამიანები მუშაობენ პოზიციებზე და ისინი ისინი არ წარმოადგენენ იმ სამსახურს, სადაც მუშაობენ. გესმით რა ხელა პრობლემა არის? ეს არის ცნობიერების უდიდესი პრობლემა რა. ანუ და ეს არის ბუღალტრებსაც ეხება და ძალიან შიდა სამზარეულოებში, სამსახურებში, როცა შედიხარ და მე მიმუშავია, ანუ ბუღალტერი მუშაობს და კომპანიის ინტერესებს არ იცავს. და კიდე სხვადასხვა პოზიციები. ანუ მოლარე ოპერატორს ეუბნება, ეგ ჩვენ არ გვეხება, აბა ვის ეხება უკაცრავად? აბა ვის ეხება? ანუ ესე იგი უნდა მოვიძიო ტელეფონის ნომერი, უნდა ვიბრძოლო, რაღაცა ჩერეს მინისტრებიდან გავარკვიო ამ ქსელური მარკეტების, ესე იგი, ფლობელი ვინ არის და ვიღაცა დეპუტატი უნდა მოვძებნო და იმას უნდა დაუკავშირდე და უთხრა, რომ მონიტორი აქ უნდა იდგეს და ადამიანი რაღაცა ციფრებს ხედავდეს თუ ანუ ვის უნდა უთხრა? ანუ ეს არის კატასტროფა და იქ კიდე რაღაცა დეტალებია რა. და ამიტომ ესეთი ფილმი არსებობს, მოხუცების ადგილი აქ არ არის. ამერიკული ფილმია, მოხუცების ადგილი აქ არ არის და ესეთი სათაური ექნება YouTube-ზე მე ამ ვიდეოს. მოხუცების ადგილი აქ არ არის, ანუ მარკეტინგი, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. ანუ ის ქცევის მოდელი, რაც ხდება მაღაზიებში, შეიძლება ადამიანს ქცევის, ანუ სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. იმიტომ რომ შენ როდესაც ჯერ ესეთი ადამიან მოხმარებლების პირაცირსეში იჭრებიან ზოგჯერ ხოლმე და როდესაც კითხვას უსვამ, იმაზე კი არ პასუხობენ, ანუ ის მას არ ეხება და რაღაცები. მოგეთ აქ ვიღაცა გარკვეული სამსახურების ან გაკრიტიკებანის კი არა, მე ვამბობ, რომ ეს პროგრამა შეიძლება შესაძლებელი რა.
და ეხლა რატომ მოყოლ ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ, ანუ დამკვირვებელი შენ როდესაც შედიხარ, დამკვირვებელი ხარ შენ, ანუ რეალური ადამიანი შენ ხარ. ეხლა იქ როდესაც ეხლა იქ აქაც და იქაც დააკომენტარებენ, რომ ანუ მე ესე იგი მოლარე ოპერატორი რო ვარ, ესე იგი მე არ ვარსებობ. არა, აქ არის საუბარი, როდესაც შენ შედიხარ მაღაზიაში, შენ, ანუ დამკვირვებელი ვინც ხართ, იქ ვინ არსებობს და ვინ არა, ეგ საკითხის სხვა მხარეა. ახლა ჩვენ ვისაუბრებთ მაღაზიაში ან ქარხანა საწარმოში შემსვლელი დამკვირვებლის თვალთახედვის პოზიციიდან. როდესაც სუპერმარკეტში შედიხართ, ის სრულად და მყისიერად NPC გამყიდველებით მატერიალიზდება. აქ არ არის გამყიდველების დამცირებაზე საუბარი. აქ არის საუბარი NPC გამყიდველები და NPC რიგში მდგომი ხალხი და ეს ყველა NPC-ა, რა, ყველა bot პროგრამა, როდესაც შენ მაღაზიაში შედიხარ და უცებრო რიგი დადგება, უცებრო ხალხი შემოცვივდება. აი განსაკუთრებით ახლა აქ დიდი აქციები რო არის და აი ზომბი აპოკალიფსი რო აწყობს ხოლმე ხალხი, ეს არის სრულიად NPC პერსონაჟები. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ზომბი აპოკალიფსი, უბრალოდ ერთმანეთს არ ჭამენ, ანუ შემოსევა იწყება ეგრევე რა და იქ როდესაც მოხვდები, უნდა იცოდე რომ ეს არის NPC პერსონაჟები არიან რა. და ეს დამცირება და რაღაც შეურაცხყოფა ეს არ არის. აქ არის პროგრამულად ზოგს ქვია მოთამაშე, ზოგს ქვია რეალობის შემქმნელი, ზოგს ქვია NPC პერსონაჟი, bot პროგრამა და კიდე არის ჩაშლა რა სხვადასხვა საკითხების. ამიტომ უკეთებ კომენტირებას, იმიტომ რომ სულ ინტრიგანული კომენტარი, აი სულ ნეგატიური კომენტარებია. ყველგან არის ნეგატიური კომენტარები, აქაც YouTube-ზე, მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ ჩემს საქმეს და ანუ მთლიანად ქვეყანა არის გადასაპროგრამირებელი და მე ამას გავაკეთებ. ვის რა ჯერა არ მაინტერესებს მე საერთოდ პირდაპირ გეუბნებით. როდესაც სუპერმარკეტში შედიხართ, იქ ის სრულად მყისიერად NPC გამყიდველებით მატერიალიზდება სავსე თაროებით და ყველა საქონლით. თაროებზე არსებული ნივთების 99% მხოლოდ რენდერირებული ნახატია და მეტი არაფერი. ანუ ეს არის ნახატი რა, ანუ თაროებზე როდესაც პროდუქცია ალაგია, ეს არის სიმულაცია, ნახატი. ამ პროდუქციებს არავინ არ აწარმოებს. ეს არის ესე იგი დედამიწა D3 ვერსია. ეს არის D3 ვერსიაში ვსაუბრობ. ამ პროდუქციებს არავინ არ აწარმოებს, არ გადააქვს და თაროებზე ამ საქონელს ხელით არავინ არ აწყობს. ანუ როდესაც მაღაზიაში შენ შედიხარ და ხდება დალაგებული პროდუქცია, ანუ თაროებზე ალაგია მაკარონი, გრეჩხა რაღაც, ეს არავის არ დაულაგებია იქ. პირდაპირ დაიხატა, ანუ შენ შესვლის დროს დაიხატა ეს ყველაფერი იქ. ეხლა რა ხდება, როდესაც შენ შედიხარ და მიდის ქაოსურად ლაგება აქა-იქით რაღაცეების. არა, ჩემპიონ ძარყურებ. თაროებზე არსებული ნივთების 99% მხოლოდ რენდერირებული ნახატია და მეტი არაფერი. ამ პროდუქციებს არავინ არ აწარმოებს, არ გადააქვს და თაროებზე ამ საქონელს ხელით არავინ არ აწყობს. როგორც კი თქვენი ბირთვი, ანუ დამკვირვებლის ცნობიერება, რენდერინგის ზონაში შევა, თავად მაღაზიასთან ერთად, ანუ ეს მაღაზიას და ეს პროდუქციებიც, თავად მაღაზიასთან ერთად ეს პროდუქციებით სავსე მაცივრებით მყისიერად ჩნდებიან. ანუ როდესაც მაღაზიაში შედიხარ, მყისიერად ჩნდება პროდუქციაც და მაღაზია და მთლიანად ყველაფერი რა დეკორაციები. შენ შეიძლება თქვა რომ მაგრამ მე ვხედავ როგორ აწყობენ დისტრიბუტორები და მაღაზიის მომსახურე თანამშრომლები პროდუქციას დახლებზე. ეს ნორმალურობის განზრახ შექმნილი ილუზიაა. იმისათვის რომ მიმდინარე მოვლენების რეალობაში ეჭვი არ შეგეპაროთ. როგორც კი სუპერმარკეტს დატოვებთ და წახვალთ, ყველაფერი თაროები, საქონელი, NPC-ები მაშინვე ამოღებული იქნებიან რენდერინგიდან, ან მომენტალურად ქრება ყველაფერი. სიმულაცია მეტად აღარ ხარჯავს რესურსებს იმაზე, რისი დამკვირვებელით შენ უკვე აღარ ხარ. თუ შენობაში არც ერთი აქტიური დამკვირვებელი არ არის, სუპერმარკეტი არსებითად არ არსებობს. იგივე ხდება ქარხნებში. ხან ნახეთ რა ხდება. იგივე ქარხნებში, საწყობებსა და ფაბრიკებში. მათი 99% ცარიელი დეკორაციებია. იქ არავინ არ მუშაობს და არაფერი არ იწარმოება. მაგალითად, თუ კოკა-კოლას ქარხანას გარედან შეხედავ, სინამდვილეში ის შიგნიდან ცარიელი იქნება, მაგრამ როგორც კი შეხვალ, სიმულაცია მყისიერად შენს თვალწინ ყველაფერს ასახავს. მუშებს, კონვეიერებს
პროდუქტებს და სამუშაო პროცესს. რენდერინგი იმდენად სწრაფი ხდება, რომ თვალი ვერ ასწრებს ამ ხრიკის აღქმას. რენდერინგი იმდენად სწრაფად ხდება, რომ თვალი ვერ ასწრებს ამ ხრიკის აღქმას. ეს განზრახ კეთდება, რათა სტაბილური მატერიალური სამყაროს iluzიის შენარჩუნება მოხდეს. ტექსტ ვამუშავებ და ცოტა შეცდომები მაქვს. გზებზე, აი ხა მაგათ საცობებზე როცა იკითხა ხალხმა, გზებზე მანქანებისა და მათი მძღოლების 99% NPC-ებია, ანუ NPC პერსონაჟებია, თავის მანქანით და ადამიანებით. ისინი არ ცხოვრობენ, არ ჭამენ და არ ჰყავთ ოჯახები. მათი ერთადერთი ფუნქციაა, რომ გვერდი აგიარონ და შექმნან გადატვირთული მოძრაობის შთაბეჭდილება და როდესაც შებრუნდებით ან მანქანით სადმე გადაუხვევთ, ეგრევე გაქრნენ რენდერინგიდან. სხვათა შორის ეს იდეალურად არის აღწერილი ფილმ თრუმენის შოუში. იგივე ეხება მაღაზიებსაც, კლინიკებში რიგებს, საცობებსა და ხალხმრავლობას. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: დროის კარგვას, ნერვიულობას, ემოციების განცდას და აჟიოტაჟის წარმოქმნას, რათა ჩვენ ძირითადად ნეგატიური ენერგიების გენერირება მოვახდინოთ. ან მაგათაც შეხვედი კლინიკაში და დაგვხვდა დიდი რიგი რა. ანუ ეს რიგი სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ მოგეშალოს ნერვები. სინამდვილეში, როდესაც გამოხვალ, ის ექიმის და მთელი პოლიკლინიკა გაქრება. აქ, ესე იგი, ხო, აქ ჩანაშრული მაქვს სპა ცენტრებზე, აუზებზე, სასტუმროებზე. აი ნახეთ როგორ არის, აი ამისი არგუმენტი, ეხლა მე რასაც ვლაპარაკობ, ეხლა ნახეთ დრო გავადრო, ვინ როდის რას მიხვდება, მეც გვიან ხვდები რაღაცეებს რა და ეგ ყველას თქვენი საქმეა, ვინ როდის რას მიხვდება. მე ვლაპარაკობ, ვისაც უნდა მოусმენთ, ვისაც უნდა მოусმენთ. აი ლაპარაკს მიშლიან 5 წელია უკვე, აქაც და YouTube-ზეც. სად ვლაპარაკობ რა? ხო და ესეც არის ზოგადად ბოტ პროგრამის, ანუ მატრიცის რეაქცია რა, ზოგადად. მან მატრიცაში გელაპარაკება ბოტ პროგრამის ბოტების მეშვეობით, რომ ნერვები მოგეშალოს და ხა მომეშალა 1000 ნერვები და ხო აღარ მაინტერესებს რა. ისაც იმდენი შეზღუდვა ადებს ამ YouTube-ს ამ იმას რა ქვია TikTok-ს და ამ სოციალურ ქსელებს, ეგეც საკმარისი ხა ჰეითერების კომენტარები და შეზღუდვები ვარ დაემატოს. ის რაც ვილაპარაკე, ამ ყველაფრის არგუმენტი არის ის, რომ აი მაგალითად, როცა თქვენ გინახავთ, აი როცა უყურებთ ხოლმე ვიდეოებს რა, ბლოგერების ვიდეოები, TikTok-ზე, YouTube-ზე, ავიც ყველგან, Facebook-ზე, Instagram-ზე მე საერთოდ არ ვარსებობ. ეხლა უყურეთ, ან დგებიან ზოგი ქართველები, ზოგი რუსები. ანუ ტიპები დგებიან და მიდიან სადღაცა სპა ცენტრში. ეხლა უყურეთ, არის სპა ცენტრი, ან არის რაღაცა სასტუმრო სადღაც მთებში, რომელიც აი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა, რომ აი მოსახლეობის აი 98% ალბათ, მინიმუმ 98% პირველად გავიგეთ რა. ანუ არავინ არ იცის ამ სპა ცენტრების შესახებ. ამ იმის შესახებ, რა ქვია, სასტუმროების, რაღაცა კაფე-ბარებისა და რესტორნების შესახებ. ნუ არის რამდენიმე რესტორანი, რომელიც სადაც ტურისტებმა იციან და ყველა იგი დადის, მაგრამ სრულიად გაუგებარი ლოკაციის, რაღაცა გაუგებარი სერვისები, ამ დროს 500-მდე დონის სპა ცენტრები, სასტუმროები და არ ვიცი. და ანუ შედიან ესენი ვიდეოებში და ყველაფერი არის თითქმის სერიალი ხოლმე რა. ანუ რისი თქმა მინდა რომ და პრაქტიკულადაც ანუ ისედაც სერიალი უნდა იყოს. ეხლა არ დავასახელებ სასტუმროებს, აი კახეთში არის დიდი სასტუმროები კიდე 300-400 ლარი ღირს დღე და ღამე. 1000 შეთხ რაღაც კონფერენცია იმართება და მანდედან თუ შევოფულ, თორე იქ ადამიანები არ დადიან. ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს სასტუმროები და ეს ყველაფერი არის სიმულაცია და დეკორაცია. არ არსებობს და არ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ მომხმარებლების ის რაოდენობა, რასაც ჩვენ თვითონ ვიდეოებშიც კი ვხედავთ, იმიტომ რომ სერიალია სრულიად ეს სპა ცენტრები და აქ უბრალოდ სერიალი კედლებზე კი არ არის ლაპარაკი.
ყველაზე მთავარი დეტალი, როცა არ უნდა მიხვიდე, აი ამ რაღაცა, აი ზამთარში ვიდეოებას რომ მაგიჟებს ხოლმე, აი ზამთარში გოგოები შეიკრიბებიან, რაღაც ვლოგს იღებენ, მიდიან იმაში რაღაც სადღაც სასტუმროში, სადღაც მთებში, თბილისის თავზე, ქუთაისის თავზე, ბათუმის თავზე, მთებში სადღაც კაცი შულს რო არ გაუგია სასტუმრო რა, დედას ფიცა ვარ. და აი $300-400 როგორც ისე ღამე, просто აუში გაცვლება $150 როგორც, $150 როგორც, $250 როგორც რა. ყველა სალამი და შედიან ეს ხალხი, ანუ შედის ეს ხალხი, ან ორი ადამიანი სადაქალო შედის, რაღაცა ცურის და სპა თერაპიების რაღაცა სერვისი შეიძინეს და მუდმივ ანუ იქ ხდებათ აუზი ცხელი. ანუ აუზი ცხელია, თქვენ გესმით ეს რას ნიშნავს? ანუ ეს ხო არის რომ სიტყვაზე დაჯავშნო და არის რომ ჯავშნის გარეშე შედიან. ანუ ეს ნიშნავს რომ მთელი წლის განმავლობაში ეს აუზები არის ცხელი, იქ წყალი იფილტრება, ეს მთელი ეს განათებები ჩართულია. ანუ ფიზიკურად გამორიცხულია ამ ტურისტულმა მან ესე თქვა და ამ ტურისტულმა რაღაცა ლოკაციებმა და რაც არის შენობა მომსახურეობებმა იფუნქციონირონ და იარსებონ იმან ბავშვი რომ ესე იგი მთელი წლის განმავლობაში ამ ცარიელია ყველაფერი, ეთელი სასტუმროები, ყველგან ყველაფერი ჩართული და ადუღებულია, მე რა ჩაის რო ადუღებ 7 და 8 ლარს ვიხდი თვეში მაგის გამო, ხო სიტყვაზე და სასტუმროების და იმათ ბიზნეს რამხელა ხარჯები აქვს. ანუ როცა არ უნდა შეხვიდე ამ სასტუმროებში და ამ რაღაცა რა ქვია, კაფე-ბარებში და რესტორნებში, ყოველთვის აი სულ ფიქრობ ხოლმე, ბიჭო, რანაირად აი შევდივარ რესტორანში, კაციშვილი არ არის, მენიუში თიც რასაც დავადებ, ეგრევე მოვაქვთ 15 წუთში. ანუ რანაირად? ანუ ესე იგი მე რო არ შევსულიყავი, თქვა მე რო შევედი და ჩემს იმ დღეს არავინ რო არ შემოსულიყო. იმ დღეს არავინ რო არ შემოსულიყო. ესე იგი ან მთელი მენიუ გამზადებული ქონდათ და მე საწაიღეს ეს გამზადება, გაუფუჭდა თუ შეჭამს, ანუ ეს ხო ზარალში წავიდა. ანუ ფიზიკურად გამორიცხულია სასტუმროებმა და ამ რა ქვია, იმის მომსახურეობის ამ იმან რა ქვია, დამავიწყეს ტურისტული ტერმინები. მომსახურების ამ სფეროებმა იფუნქციონირონ რეალობაში, როდესაც ამხელა გადასახადებია და მუდმივად ეს წყლები იყოს ზამთარში ადუღებულები, ტემპერატურები დარეგულირები ყველა სეზონზე სხვადასხვანაირად, ჩართული განათებები, მომსახურე პერსონალის ხეფასები და უამრავი ხარჯი. და ამ დროს წელიწადში ერთხელ შეიარა ერთმა სადაქალომ და 150 ლარს და იბანავა. მორჩა, აი, ხალხი არ დადის იქ ვაფშე. ანუ ფიქრს გამორიცხულია, რესტორნები, კაფეები, უამრავი რაღაცა. ანუ შედიან დილაზე, აი ხა რაღაც კიდე კი სუში ბარები რაღაცები, შედიხარ ყოველთვის ყველაფერი მზად არის. ანუ იმიტომ რომ რენდერირება ხდება, რა, ანუ დაგენერირება ხდება, ესე იგი დაგენერირება ხდება იმ მომენტში, იმ რეალობის. სხვანაირად გამორიცხულია ტურისტულმა ობიექტებმა ესე იმუშაონ რა. ეხლა ეს ვის ჯერა, ვის არ ჯერა, მე ვლაპარაკობ არგუმენტებით. ბევრი კითხულობს რომ არხონტებს ეს გავაჩები რაში სჭირდებათ. ეს სიტყვა გავაჩები რა არის ვერ გავიგე რა. უნდა გავარკვიო. მე და მე ჩავასწორებ. ამის შემდგომ ვიდეოში იქნება ჩაკორექტირებული. ბევრი კითხულობს რომ არხონტებს ეს გავაჩები რაში სჭირდებათ. ზოგი ფიქრობს რომ არხონტები ვამპირები არიან, რომლებიც მისით იკვებებიან. სინამდვილეში საქმე სულ სხვანაირადაა. არხონტები ესენი არიან პროგრამები, კონტროლისა და სტაბილიზაციის სისტემებია. და სტაბილიზაციის სისტემები. ანუ მე როგორც სიტყვაზე არხონტი, მე ვარ კონტროლისა და სტაბილიზაციის სისტემა. თქვა ხარვეს ვხედავ, ვიძახი ეს უნდა გამოსწორდეს, თო ის იწყებს გამოსწორებას. ისინი ჩვენ თვითონ სიმულაციაში შემოსვლამდე შევქმნით. მათ თქვენი გავაჩი საკვებად არ სჭირდებათ. თქვენი მთელი ემოციური ენერგია თავად სიმულაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად იხარჯება. ჩვენ თვითონ დავამკვიდრეთ ეს წესი აქ შემოსვლამდე და ჩვენ თვითონ ვუჭერთ ხარს ამ სამყაროს ჩვენი ენერგიით. ნუ ეს ერთ-ერთი ვერსიაა, რომ შეიძლება შემოსვლამდე ჩვენ დავაპროექტეთ ეს რაღაცა რეალობები რა. კომენტარებში ზოგიერთი იკითხავს, ალბათ თუ რატომ იტანჯება იგი აქ კომენტარებში ზოგიერთი იკითხავს, ალბათ თუ რატომ იტანჯება იგი აქ ამ მატრიცაში. პასუხი მარტივია. ჩვენ ყველანი 154,000
184.000-მა ენერგეტიკული ბირთვები ვართ. 154.000 ენერგეტიკული ბირთვები ვართ. თან ტექსტ ვასწორებ რა. და შეგნებულად ავირჩიეთ ამ დახურულ ღრმა თავისუფალ სიმულაციაში ჩატვირთვა. მხოლოდ მეხსიერების გარეშე. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ინტენსიური გამოცდილების მიღწევა, ემოციების სრული სპექტრის განცდა, ტკივილი, შიში, სიხარული, სიყვარული, ტანჯვა, ტრიუმფი. რაც უფრო ღრმა და ინტენსიურია გამოცდილება, მით უფრო მძიმე და განცდილი ხდება თქვენი ბირთვი. ჩაყვინთვამდე კიდომაში მყოფმა თითოეულმა თქვენგანმა წინასწარ გაწერა შეხვედრები, დამთხოვები, ურთიერთქმედებები კონკრეტულ NPC-ებთან. თქვენი ბირთვი გიძღვებათ ამ სიუჟეტის განმავლობაში, თქვენ მხოლოდ გგონიათ, რომ ირჩევთ, ჭამოთ თუ მოწიოთ. სინამდვილეში არჩევანი უკვე ჩადებულია წინასწარ სცენარში და რაც მთავარია, როცა შენ შექმენი შენი ნაკვეთი, იცოდი ამ სიმულაციის განადგურების ზუსტი თარიღი და დრო. გადასასვლელის გარეშე ვერავინ გაბედავდა ასე ღრმად ჩასვლას, ისინი სამუდამოდ გაჭედვის რისკზე წავიდოდნენ. აქ რაღაცა გამოვჩა. ხო, აი მაგათად ეს გამოვჩა. არა, არ გამოვჩენია. აი, სხვათა შორის ეს იდეალურად არის აღწერილი ფილმ Truman-ის შოუში. აი, ისინი რო არის, აქ ქვია, თვითონ ქვია მაგას. ეს Truman-ი რო გამოდის თავისი მანქანით ქუჩაში, სამსახურში რომ მიდის და ეგრევე რო საცობი იქმნება. ეს ბევრს დამართია ისედაც და იქ არის ზუსტად დაჩვენები ხელოვნურად როგორ იქმნება საცობები. ხელოვნურად როგორ იქნება საცობები იმაში ქუჩაში რა და როდესაც გავა მე რეკრება ეს ყველაფერი. როის კარგას ნერვიულობას. მოგედა ეს მინდოდა მეთქვა. ეხლა რაიმე ნორმალური კითხვა დასვით. 1-2 და მოვrჩები ლაივს. ეხლა ხალხს არ ძალიან ეს სოფლიო ჩემპიონატი როდის არის ხოლმე არ ვიცი მე და სოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ერთი ვიდეო მექნება, რომ ხელოვნური ინტელექტი გადმოსცემს სინამდვილეში პირდაპირ ეთერს. ანუ როდესაც ამას ქვია ნეირონკა რა, ნეირონული სეტი. ანუ ნეირონული ქსელი გადმოსცემს პირდაპირ ეთერს. ანუ როდესაც თქვენ ფეხბურთს უყურებთ ტელევიზორში, ამას აღიქვამს და კამერაზე კი არ იღებს, ანუ რეალობას გადმოსცემს ნეირონული ქსელი. ამას კამერები არ იღებენ. კამერები არის დეკორაცია ძირითადად. კამერა არის ძალიან ცოტა მოედანზე, საფეხბურთო მოედანზე და რაკურსები და ის მოძრაობა და მარშრუტებზე გადაადგილება დრონების და რაღაც კამერების, ანუ ერთი არის ჰაერში ჩამოკიდებული კამერა, რაც ახლა დაემატა. დანარჩენი რაკურსებიც გინა ეხლა და გინა ადრე ფიზიკურად ვერ იქნება გადაღებული კამერის მიერ. ამაში მე ვეთანხმები და მანდ არის გამოყენებული ის ტექნოლოგია, რა ტექნოლოგიაზეც არის საუბარი ფილმში Deja Vu. რა ქვია იმას? დეზელ ვაშინგტონის ფილმი რო არის Deja Vu, აი ფილმში არის. ხო. აი ნახე დაჯერებით მეც არ მჯერა, რასაც ვიძახი, იმიტომ რომ ჩემი ტვინი არ არის ჯერ მზად, მაგრამ ლოგიკურად და არგუმენტებით ესია რა. ანუ მე ნახეთ ესეთი შეკითხვა, თუნდაც მატრიცაში ცხოვრობდეთ, ამით რა დამაკლდება, ან რა მომემატება, უბრალოდ ვერ ხვდები რატომო. ასევე ესეთი კითხვა რო არის, გინა ბრტყელი იყოს დედამიწა, გინა მრგვალი, აი პირდაპირ გეუბნებით ხახნო, მე ამ ასეთი ტიპის შეკითხვებს ჩავეხსენე, დავამთავრე, მე ვერაფერს ვერ აგიხსნით, ვისთვისაც სულ ერთია იყოს სულ ერთი, მორჩა და გათხოვეთ, ნუინერულებთ მაგაზე, გათიშეთ უყურეთ ფეხბურთს. ანუ მე ასეთ შეკითხვებს საერთოდ ჩავეხსენე, იმიტომ რომ აღარ მადარდებს. მეც არაფერს აღარ ვიტყვი მაგაზე რა.
ხო, ეს მინდოდა მე თქვა, ამას ახლა ამ ტექსტს გავასწორებ. მე კიდე იქნება ტექსტთან ერთად მე იქნება ისა, რა ქვია. კიდე ეს მატრიცის ინტერფეისის შემდეგ იქნება ეს ცალკე ვიდეო მატრიცაში YouTube-ზე. გასაგებია. So, ამის იქით უკვე ამას